მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო. მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მომბრძანება აქ და დღეს მე მინდა შემოგთავაზოთ თქვენ საჯარო გაშლა აი ამ უმშვენიერესი დასტით თემაზე ახსენდებით თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას და თუ ახსენდებით რა ენერგიებით, ხო, რა ემოციებით. პირადი კონსულტაციის მსურველებმა რა თქმა უნდა მომწერეთ პირადში და მოდით ახლა დავიწყეთ გაშლას. დავარიგებ ვარიანტებს, უნდა ირჩიოთ ერთი ან რამდენიმე თქვენთვის სასურველი ვარიანტი და მოდით ახლა დავარიგოთ და დავიწყოთ. ჩაიფიქრეთ მაქსიმუმ 2 პიროვნება, უმჯობესია მხოლოდ ერთი და კონცენტრირდით მასზე და დავარიგოთახლავე. ახსენდებით თუ არა თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას. ახსენდება თუ არა პირველი ვარიანტი მათ მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას, ახსენდება თუ არა მეორე ვარიანტი და ახსენდება თუ არა მესამე ვარიანტი. პირველი, მეორე, მესამე,ახლავე დავარიგებ ქვებს მეგობრებო. და პირველი ვარიანტი იყოს ასეთი ქვა, მეორე ვარიანტი იყოს, ამდაც ეს მესამე ვარიანტი მინდა რომ იყოს და მეორე ვარიანტი იყოს ასეთი ქვა. აირჩიეთ, რომელიც უფრო მეტად გიზიდავთ, თუ გჭირდებათ, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დააპაუზოთ, მე თქვენ გაცდით არჩევას. და ვფიქრობ უკვე გააკეთებდით არჩევანს, ვინც არა ვაპაუზებთ და დავიწყოთ ჩვენ პირველი ვარიანტით. ვეცდები თითო არკანით ვიმსჯელო, მაგრამ ნახოთ რა გამოვა, ხო? არკანი ჩამოკიდებული კაცი. პირველი ვარიანტი, პირველ რიგში ეს უფროსი არკანი არის, ამიტომაც გეტყოდით ასე, რომ კი ბატონო ახსენდებით და აქ აშკარად ხედავ ასეთ მომენტს, რომ იცით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გვხვდება რეალობაში, ასე თუ ისე არის ჩვენი მასწავლებელი, ჩვენ კი მისი, ხო? ასე თუ ისე. ვიღაც მეტად, ვიღაც ნაკლებად, მოკლედ რომ ითქვას, ნებისმიერი სიტუაციისგან და ნებისმიერი ადამიანისგან შეგვიძლია რომ რაღაც გარკვეული დასკვნები გავაკეთოთ საკუთარ თავზე, ხო? მაგრამ აქ ხედავ აშკარა რაღაც კარმულ კავშირს თქვენსა და თქვენს მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებას შორის. თითქოს აქ თქვენ უბრალოდ რაღაც მომენტის მასწავლებლები კი არა, თითქოს რაღაც ხანგრძლივი მასწავლებლები იყავით ერთმანეთისთვის. იყავით ან ხართ. ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება. აი, როგორც სკოლას ადამიანი, როგორც მინიმუმ 9 წელი გადის, ხო? და აი რაღაც ასეთი წლების კავშირს, წლების გაკვეთილს ვხედავ ამ ადამიანთან დაკავშირებით. ახსენდებით თუ არა? ახსენდებით მეგობრებო. და ძირითადად ახსენდება ის თუ რისი გადატანა მოუწია თქვენს გამო. სხვათა შორის თუ თქვენ ამ პიროვნებას ექცეოდით სუდად, რაღაცისთვის გაწირეთ შესაძლოა, ხო? იცით, ყველანი ადამიანები ვართ და ბუნებრივია ხანდახან ვიღაცას შეგვეშლება, არავინ არ არის იდეალური და რა თქმა უნდა ხდება ხოლმე ისე, რომ გააზრებულად თუ გაუაზრებულად ვფიქრობ, ყველას გვაქვს წარსულში ისეთი მომენტი, როდესაც ადამიანს ბოროტულად მოვეკეცით, ხო? გააზრებულად თუ გაუაზრებლად, ისევ და ისევ. მე არ მაქვს აქ საუბარი რაღაც დიდ სიბოროტეზე და თითქოს ადამიანს ყველაზე კარგად და მკვეთრად ეს ახსოვს. თუ თქვენ ძალიან ცუდად ექცეოდით ამ პიროვნებას, გავიმეორებ, არ აქვს მნიშვნელობა შემდგომ შეიცვალეთ თუ არა, შეცვალეთ თუ არა თქვენი მიდგომა და შერიგდით თუ არა, ხო? ამ ადამიანს იცოდეთ, რომ ყველაზე მეტად და ყველაზე მკვეთრად სამწუხაროდ ეს რაღაცეები ახსენდება და რაც არ უნდა იყოს აქ ადამიანი აშკარად თვლის, რომ თქვენ იგი რაღაცისთვის გაწირეთ და რაღაც ასეთი ფიქრები მოდის, რომ აი როგორ გამწირა ამისთვის, რატომ მომექცა ასე.
არ გამოვრიცხავდი იმასაც, რომ ადამიანი მსხვერპლის პოზიციაში არის და მეგობრებო, მსხვერპლის პოზიცია არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი მსხვერპლია, უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ ადამიანი საკუთარ თავს მსხვერპლად აღიქვამს. შესაძლოა თქვენ უკვე დავიწყებული გქონდეთ ის, რაც გააკეთეთ მისთვის და ისეთი არაფერი არ იყო, დავუშვათ, ხო? პირადად თქვენი გადმოსახედიდან. ასევე შეიძლება აქ ადამიანის მხრიდან მოდიოდეს გარკვეული გაზვიადება, გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი. გაზვიადება აქ აშკარად ფიგურირებს, მცირედი თუ დიდი. თუმცა თქვენს ადგილას მე ამ ადამიანს ამის გამო ნამდვილად არ გავკითხავდი, იმიტომ რომ თავის რაღაც გაკვეთილებს გადის და ეს მსხვერპლის პოზიცია, თუ ძალიან მსხვერპლის პოზიციაში არის და მუდმივად ყველას და ყველაფერს ადანაშაულებს საკუთარ პრობლემებში, საკუთარი თავის გარდა, რა თქმა უნდა, აქ სხვაზე ვეღარაფერზე ვეღარ გვექნება საუბარი, იმიტომ რომ ადამიანი პათოლოგიური მსხვერპლი არის, პათოლოგიურ მსხვერპლებს ვეძახი ასეთ ადამიანებს, რომლებიც აი ყველაფერი ყველას ბრალია, ოღონდ ჩემი ბრალი არა. ჩემი ბრალი აბსოლუტურად არაფერი არ არის, მე ფუმფულა და კეთილი ვარ, თეთრი და ფუმფულა. და სხვათა შორის აქაც თეთრი და ფუმფულა ჩანს, ხო? და თუ ასეთ მსხვერპლის პოზიციებში არის ადამიანი მუდმივად, რა თქმა უნდა, აქ ზედმეტი არის რაღაც ახალზე საუბარი, მაგრამ თუ ადამიანს არ აქვს ამისკენ მიდრეკილება, პირველ რიგში ოდნავ რაღაც ასეთ პოზიციაში შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, ხო? მაგრამ აი გახსენებას რაც შეეხება, ახსენდებით და ძირითადად უფრო რაღაც აი ამ კუთხით, რომ აი როგორ გამწირა ამისთვის, არ ვეცოდებოდი, ასე ცუდად რატომ მომექცე და ასე შემდეგ. კი თქვენ შეიძლება ახლა გიკვირდეთ, რა გავაკეთე ასეთიო, მაგრამ რაღაც ასეთი ფიქრები აშკარად მოდის. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. და ვნახოთ მეორე ვარიანტი რას ფიქრობს აბა. მეორე ვარიანტი ხმლების ტუზი. პირველი ვარიანტის შემთხვევაში თუ იყო რაღაც ეს მსხვერპლი და მე ცოდო ვარ და ასე შემდეგ, მეორე ვარიანტში არის მე კი არა შენ ხარ ცოდო, აბა ერთი რამე გაბედე, აბა მოდი ჩემთან გაბედე. და ნახეთ აქ როგორ მომენტს ხედავ. პირველ რიგში კი ბატონო თქვენს მეორე ვარიანტი ახსენდებით პიროვნებას, მაგრამ თქვენ შემთხვევაში აქ მოდის გარკვეული სიუხეში, სიმკაცრე, სადღაც მწარე რეალობა და პირველ რიგში გეტყოდით იმას, რომ თქვენ ამ ადამიანს გააზრებულად თუ გავაზრებლად დაეხმარეთ იმაში, რომ რაღაც გარკვეული ილუზიებიდან გამოსულიყო, თითქოს ადამიანს ძალიან უჭირდა გამოფხიზლება და რეალობის სწორი თვალებით, ფართო თვალებით დანახვა, მაგრამ თქვენმა რაღაც სიტყვებმა თუ თქვენმა რაღაც ქმედებებმა, უმეტესობასთან სიტყვები რეზონირდება, შეუწყო ხელი იმას, რომ ამ ილუზიებიდან გამოსულიყო. და თითქოს ეს სიტყვები იყო ნათქვამი ან ბრაზში, ან სიმკაცრით, ან რაღაც ასეთი ენერგიებით და შეხედეთ, ეს ადამიანი დღემდე გაბრაზებული არის ამ რაღაც სიტყვების გამო, მიუხედავად იმისა, რომ გამოვიდა ამ ილუზიებიდან, ზოგადად ილუზიებიდან გამოსვლა არ არის სასიამოვნო და იცით, მე არაერთხელ მithქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩემს გვერდზე საჯარო გაშლებშიც და პირად კონსულტაციებშიც ყოველთვის ვცდილობ, რომ ვიყო მაქსიმალურად გულახდილი და ვარ კიდევაც და ყოველთვის ვამბობ სიმართლეს, იმას, რასაც ვხედავ და აქ რა თქმა უნდა ილუზიების კვება ვისაც სურს, მათი ადგილი აქ უბრალოდ არ არის, იმიტომ რომ ხო ძირითადად აუდიტორიას ურჩევნია ის, რომ ილუზიები უყვებო და ამით უფრო მეტი კლიენტები მოდიან, მაგრამ პირადად მე მირჩევნია, რომ ვიყო როგორც საკუთარ თავთან, ასევე ჩემს კლიენტებთან მართალი და გულურცველი და მოვაგვარებინო და გადავალახვინო პრობლემა. ყოველ შემთხვევაში ამისკენ ბიძგი მივცე, ვიდრე ამოვკვებო მისი ილუზიები, ხო? ვიდრე ვარდისფერი სათვალეები კიდევ უფრო მეტად გავუვარდისფერო, ხო? და ხშირად რა თქმა უნდა ჩემი კლიენტები ამის გამო მიბრაზდებიან, მაიგნორებენ. ხშირად რა თქმა უნდა იმასაც დავუკვირვები ვარ, რომ ჩემი აუდიტორიის წევრები ხშირად წერენ, რომ აი ძალიან ზუსტად რეზონირდა, მაგრამ აი იცით, მთლად ასე არ არისო და ასე შემდეგ და მე რეალობა რომ აღმოჩნდება, მე იბუტებიან ჩემზე ისე თითქოს ჩემი ბრალი არის რაღაც, ხო? და აქაც რაღაც ასეთი მომენტი ჩანს, რომ აი ზოგადად ადამიანებს მართლა არ უყვართ უმეტესობას არ უყვარს რაღაც გულურცფელობა და კაცრი რეალობის დანახვა, როდესაც ილუზიებში არის. და ილუზიები თქვენ წარმოიდგინეთ ხანდახან რაღაც მომენტებში
საჭირო არის მართლა, მაგრამ ყოველთვის ილუზიებში ვერ იქნება ადამიანი და თუ ადამიანი გთხოვს დახმარებას გვერდში დგომას, ესე იგი გთხოვს ამ ილუზიებიდან გამოსვლას. კი შეიძლება იმ მომენტში ეწყინოს, არ ესიამოვნოს, მაგრამ სჭირდება ეს, ხო? თუ დახმარებას ითხოვს, ესე იგი სჭირდება. და ნახეთ, აქ აშკარად ეს მომენტი არის, რომ რაღაც ასეთი როლი ითამაშეთ თქვენ მის რეალობაში და თითქოს რაღაც ასეთი ბრაზი და წყენა ფიგურირებს მისი მხრიდან, რომ აი ეგ როგორ მითხრა მაინც რა, აი კი მართალი იყო, მაგრამ მაინც რატომ მითხრა, აი რაღაც ასეთი არასასიამოვნო განწყობა ჩარჩა. დავამატოთ არკანები. მინდა რომ კიდევ ერთი არკანი დავამატო, მეორე ვარიანტს. არკანი ეშმაკი. კი ბატონო, აშკარად ილუზიებიდან გამოსვლაში ეხმარებოდით ამ ადამიანს, განსაკუთრებით ეს ილუზია ეხება სხვათა შორის აქ ბევრმა ჩაიფიქრა დაქალიან, ყოფილი დაქალიან, ვიღაც ასეთი პიროვნება, ვისაც რჩევებს აძლევდით სასიყვარულო ურთიერთობებთან დაკავშირებით, თითქოს თქვენ ამ პიროვნებას დაეხმარეთ, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ დაეხმარეთ რაღაც გარკვეული მიჯაჭვულობის მოშორებაში. და ეს მიჯაჭვულობა შეიძლება ყოფილიყო კონკრეტული ადამიანის მიმართ, რომელიც იყო პარაზიტი და ართმევდა მას ენერგიებს, ხო? ასევე შეიძლება იყოს რაღაც კონკრეტული მავნე ჩვევა დაუშვათ. ახლა მე მინდა რომ დავამატო არკანი რჩევა თქვენთვის მეორე ვარიანტი, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო საკითხი ფიგურირებს აქ ჩვენთან. რჩევა მეორე ვარიანტს ჩაფიქრებულ პიროვნებასთან დაკავშირებით. ხმლების ცხრიანი, ნუ გერიდებათ პირდაპირობის, ნუ გერიდებათ გულურცველობის, ის რაც თქვენსა და ამ პიროვნებას შორის მოხდა საჭირო იყო და მერე რა რომ ამ ადამიანს რაღაც არც ესასიამოვნო შთაბეჭდილება დარჩა. ახსენდებით საკმაოდ ხშირად ვიტყოდი ამას და რჩევას რაც შეეხება, მეგობრებო, იყავით მეტად გულურცფელი და აჩვენეთ ამ ადამიანს ის რომ აქ არ იყოს საჭირო ბრაზი და არაფერი არ აქვს გასაბრაზებელი. თუ რა თქმა უნდა, სიტუაცია ამაში ხელს გიწყობთ. ხვდებით ხომ? სულ ეს არის მეორე ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მესამე ვარიანტზე. მესამე ვარიანტი. კვერთხების ხუთიანი. მეგობრებო, რა ხდება არ ვიცი, მაგრამ ადამიანები სულ კონფლიქტებში ხართ თუ რა არის, ვერ ხვდები. მესამე ვარიანტზეც რაღაც ესეთი კონფლიქტური არკანი ამოვიდა, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ვხედავ კონფლიქტს საკუთარ თავთან. პირველ რიგში ვიტყოდი იმას, რომ ახსენდებით, მაგრამ თითქოს ებრძვის ამას საკუთარ თავში. აქაც მჭირდება, რომ დავამატო არკანები, რომ უფრო კარგად გავშალო თემა, საკითხი. ახსენდება თუ არა მესამე ვარიანტის მიერ ჩაფიქრებულ პიროვნებებს, ისინი ახსენდებით თუ არა, აბა. არკანი პენტაკლების ტუზი, პენტაკლების პაჟი, პენტაკლების ცხრიანი, არკანი მაგი და არკანი პენტაკლების დედოფალი. აი ვგრძნობდი რომ კიდევ ერთი პენტაკლი უნდა ამოსულიყო აშკარად, ხო? და შეხედეთ აქ როგორი სიტუაცია ჩანს. პირველ რიგში გეტყოდით იმას, რომ ახსენდებით ამ ადამიანს, მაგრამ ახლა კონკრეტულად ამ ეტაპზე სულ სხვა ენერგიებში არის და სულ სხვა რაღაცეებზე არის კონცენტრირებული, უფრო მეტად ფინანსები, კარიერა და რაღაც ასეთი აინტერესებს ახლა ამ ეტაპზე. ამიტომაც თქვენზე ფიქრები შესაძლოა ცოტათი ხელს უშლიდეს კიდევაც, თქვენ წარმოიდგინეთ, მაგრამ კი ბატონო ახსენდებით, მაგრამ პირველი და მეორე ვარიანტის შემთხვევაში გახსენება თუ იყო უფრო მკვეთრი და უფრო ხშირი, მესამე ვარიანტი თქვენ შემთხვევაში ადამიანს ახსენდებით, მაგრამ საკმაოდ იშვიათად. ძალიან იშვიათად მოდის ეს გახსენება და თითქმის ყოველ ჯერზე რაღაც ან ნეიტრალური, ან ნეგატიური, ან პოზიტიური ენერგიებით და ყველაზე ხშირი გახსენება როგორიც მოდის, უფრო ნეიტრალური ენერგიებით მოდის, იმიტომ რომ თითქოს აქ ადამიანი აშკარად ებრძვის თქვენზე ფიქრებს და განა იმიტომ ებრძვის, რომ აი გული არ ეტკინოს ან რაღაც მსგავსი. არა მეგობრებო, არამედ ებრძვის იმიტომ, რომ უბრალოდ ხელი ეშლება და სულ სხვაგან მიაქვს ახლა თავისი ენერგიები. თავისი ყურადღება. თუმცა კი ბატონო ახსენდებით და სხვათა შორის არ გამოვრიცხავდი იმას, რომ ახლო წარსულში შეიძლება უცაბედად ამოუტივტივდით გონებაში და გაიფიქრა ინეტა როგორ არისო, რა შვებაო. რაღაც ასეთი გახსენება მოდის რა, აი ნეიტრალური ნეტა როგორ არის, რა შვება, რა ხდება მის თავს, მის რეალობაში. მაგრამ აი განსაკუთრებული ისევ და ისევ არაფერი და გავიმეორებ იმას, რომ მისი ენერგია ამ ეტაპზე
უკვე კარგ ხნის განმავლობაში მიდის უფრო ფინანსებისკენ, კარიერისკენ და მსგავსი რაღაცეებისკენ. ამიტომაც ნაკლებად აინტერესებს თქვენზე ფიქრი. სულ ეს არის ძვირფასო მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით. უღრმესი მადლობა, წარმატებები და ნახვამდის.